თორნიკე მამალაძეა ჩვენი სტუმარი ის ინფორმაციას მოგვაწვდის ჩაინიშნა თუ არა ასეთი შეხვედრა. თორნიკე გამარჯობა, მადლობა რომ გვერთვებით. იქნებ გითხრათ ჩვენი ინფორმაციით საპატრიარქო თანახმად შეხვდეს დეკანოზის ოჯახს. დიახ, მოგესალმებით ქალბატონო დიანა. მოგესალმებათ ჩვენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ვითხოვდით შეხვედრას ჩვენს ადვოკატებთან ერთად, რაზეც უარი მივიღეთ და ვითომდაც გვითხრეს რომ პატრიარქი არის ამის წინააღმდეგიო, რაზეც ჩვენ პატრიარქის წინააღმდეგ არ წავსვლათ და თავის ნებასრულს დავთანხმდით, თავის ლოცვა-კურთხევას დავთანხმდით, რაზეც განვაცხადეთ რომ ოჯახი მზად ვართ შესახვედრად პატრიარქთან. ეს მოხდა ორი კვირის უკან, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით პატრიარქთან შესვლას, გინდ თბილისში, გინდ ბობოყვათში, რაზეც გვეუბნებოდნენ უწმინდესი და უნეტარესი ხან შეუძლოთ არისო, ხან თბილისში მიგიღებთო, ხან ბობოყვათში მიგიღებთო და ამ დროის მანძილზე ვერც მათი თქმიდან გამომდინარე რომ ოჯახის მიგიღებთო, ვერც ოჯახის წევრები ვახერხებდით შესვლას პატრიარქთან და მონახულებას. ამის შემდეგ განვაცხადე რომ თუკი მაგრამ მე განვაცხადე იმ პიროვნებების მისამართით რომლებიც ასე რომ ვთქვათ ბლოკავდნენ ჩვენ შესვლას უწმინდესთან და უნეტარესთან, იმ პიროვნებების მიმართებაში განვაცხადეთ რომ ჩამოვიდოდით საპატრიარქოსგან და დავდგებოდით მანამ სანამ არ მიგვიღებდნენ. თორნიკე, რა არის თქვენი მთავარი თემა, მთავარი მოთხოვნა? ბოტკოველის განცხადება ვნახეთ, პატრიარქის მდივანი ამბობს რომ დეკანოზის მხრიდან ეკლესიის მეთაურის მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება უკიდურეს კადნიერებად მიგვაჩნიაო, გასაგებია მისი პოზიცია. მე მინდა თავარი თემა, რომელსაც თქვენ დააყენებთ ამ შეხვედრაზე, რა მოთხოვნა გაქვთ შეხვედრის მსვლელობისას და ასევე გამოეხმაურეთ გაძლევთ საშუალებას მამა მიქაელ ბოტკოველს. დიახ, თავდაპირველად მამა მიქაელს გავცემ პასუხს. ეს ჩვენი ულტიმატუმი არ შეესაბამება სიმართლეს მამა მიქაელის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ვითომაც ჩვენ პატრიარქის მიმართებაში დავაყენეთ ეს ულტიმატუმი. ასე რომ ყოფილიყო ჩვენ თავდაპირველად, როდესაც ვითხოვდით ადვოკატებთან ერთად შეხვედრას, უარს ვიტყოდით და აღარ მოვითხოვდით ოჯახთან ერთად შეხვედრას. აქედან გამომდინარე მამა მიქაელ ბოტკოველის ბრალდებები ჩვენთვის მიუღებელია. რაც შეეხება პატრიარქთან მიმართებაში რა თემებს დავაყენებთ, ჩვენ გვინდა პირველ რიგში რომ პატრიარქთან შევიდეთ, მოვახსენოთ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც საზოგადოებაში ტრიალებს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ინფორმაცია უწმინდეს და უნეტარეს ამ ინფორმაციას არ ფლობს, რა ინფორმაცია რა ცრუ ბრალდებებით ცდილობენ მამა გიორგის წინააღმდეგ ასე რომ ვთქვათ ბრალი წაუყენონ და დაადანაშაულონ იმ ცრუ ბრალდებასთან დაკავშირებით. გინდა საპატრიარქოს მხრიდან საპატრიარქოს წარმომადგენლები ედიჩერ ქარჩავა თუნდაც ედიჩერ ქარჩავას განცხადებებიდან, ცრუ ბრალდებებიდან, ვითომაც მამა გიორგი აპირებდა ოფულის გათეთრებას, რაზეც ელემენტარულად მტკიცებულება ვერ წარადგინა და საპირისპიროდ ჩვენ წარვადგინეთ სრული მტკიცებულება პატრიარქის ხელმოწერილი მინდობილობით და თითოეული კაპიკი რაზეც უნდა გახარჯულიყო. ჩვენ გვინდა მოვახსენოთ პატრიარქს რა ცრუ ინფორმაციებით ცდილობენ და ცრუ ბრალდებებით საქართველოს პროკურატურა როგორც დახურა ეს სასამართლო, ვითომაც მამა გიორგის პირადი ცხოვრებიდან არსებობდაო, ვითომაც ინტიმური ვიდეო კადრები, რაზეც მოსამართლე ბუგიანიშვილმა არაკანონიერად დახურა სასამართლოს ხდომები და თორნიკე, თქვენ ეხა მატროსოვის საპატიმროს თანხმად ხომ არ მოგეცათ დეკანოზის ნახვის საშუალება იქნებ? დიახ, თქვენ რატომ ხართ ეხა მატროსოვის საპატიმროს? ეს ვიდეო კადრები არ არსებობდა, დიახ, დავასრულებ ერთი წუთით. ეს ვიდეო კადრები არ არსებობდა და ეს ყველაფერი არის მამა გიორგის წინააღმდეგ შეთითნილი საქმე, გამომდინარე იქედან რომ მამა გიორგიმ საპატრიარქოში დაიწყო აუდიტის ჩადარება და მან აღმოაჩინა უამრავი ფინანსური დარღვევები, რა დარღვევებიც პირდაპირ გადიოდა მეუფე იაკობთან და შორანა თეთრუაშვილთან. ამის შემდეგ რატომღაც აყვა საქართველოს პროკურატურა ამ ბრალდებაში და დაიწყეს ესეთი ცრუ თამაში, ცრუ ბრალდებები. თორნიკე, თქვენ მოგეცემათ ჩვენი ტელევიზიის ეთერში უფრო რთულად საუბრის საშუალება. დეკანოს ხომ არ შეხვდით, რატომ ხართ მატროსოვის საპატიმროსთან გითხარით და დაგემშვიდობებით? არა, დეკანოსთან შესახვედრად ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, თავდაპირველად როგორც ვიცოდი, გამოძიება დასრულდებოდა. დიახ.
გამოძიება დასრულდებოდა და შემდეგ მიეცემა დეკანოს ოჯახში დარეკვის უფლებაც და ნახვის უფლებაც, რის შემდეგაც დასრულდა ეს საგამოძიებო დრო, მაგრამ დღესდღეობითაც ვერ ვახერხებთ ვერც შესვლას მამა გიორგისგან და არც დიდი მადლობა ელემენტარულად ოჯახი მოიკითხოს და თავისი მცირეწლოვანი შვილები მოიკითხოს. დიდი მადლობა თორნიკე მამალაძეს, დეკანოს გიორგი მამალაძის ძმა იყო ჩვენი სტუმარი. გამოშვების ბოლოს ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ, პირველი რადიო ავრცელებს